დღემშვიდობისა კვლავ პირდაპირ ეთერშია მედიაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება გვანცა კვლავ ჩვენთან ერთად არის და დიდი მადლობა ამისთვის და ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის წამყვანი ბალეტის წამყვანი მოცეკვავე თათა მერებაშვილი შემოგვიერთდა რომელიც ასევე მომავალი ჟურნალისტი ანუ ჩვენი კოლეგა მოგესალმებით თათა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ თათა მე წეღან მოვახსენე მაყურებელს და ისედაც იცის თბილისმა და თბილისის შემოგარენმა რომ 4 შაბათს ულამაზესი სპექტაკლი მიეცით თქვენ ქორეოგრაფიის ახალმა პროფესიონალმა თეატრმა და ჟურნალისტიკის სახელოსნოს რამდენიმე წევრმა და მოდი ხა რომელი დაიწყებთ მე ვიტყვი შემიძლია ვთქვა რომ ჩვენთვის იყო ეს ახალი გამოცდილება რადგან პატარა მსახიობებთან ერთად დრამატულ ქორეოგრაფიული სპექტაკლი ამ დრომდე ჩვენ არ გაგვიკეთებია დიდ სცენაზე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ვულოცავ თითოეულ ბალერინას და ამ პატარა მსახიობებსაც რომ ჩვენ ეს სპექტაკლი ასე წარმოუდგინეთ მაყურებელს რა თქმა უნდა წინ ბევრი რეპეტიცია გველოდება და ამ სპექტაკლს შემოემატება ბევრი ლამაზი ეპიზოდი იყო ძალიან მცირე ქრონომეტრაჟი თვითონ სპექტაკლის რადგან ეს კეთდებოდა პირველად და დახვეწის პროცესი მიმდინარეობდა ძალიან ცოტა ხანი და ჩვენ უკვე დადგმულ ქორეოგრაფიას რაც შეეხება ჩემ გარდა აქ ყველა ახალი ბალერინა მონაწილეობდა რომლებმაც არ იცოდნენ ეს ქორეოგრაფიული დადგმები და ახლა ისწავლეს და ბავშვებს რაც შეეხებოდათ აი ძალიან მოკლე დროში შეასრულეს თავიანთი საქმე ისე როგორც წარმოუდგინეს შემდეგ მაყურებელს აქ რა თქმა უნდა ეხა ეს არ ითქმება თქვენი მხრიდან მაგრამ მე ვიტყვი რომ ეს ბავშვები არიან ქალბატონი მანანა არველაძის მოსწავლეები მისი რეჟისორული თვალთახედვით მოხდა ეს ყველაფერი და მისი მომზადებით და ეს ნამდვილად ეტყობოდათ ბავშვებს იმიტომ რომ არც ერთი წუთით არ ქონიათ დარცხვენის მომენტი საერთოდ არ იგრძნობოდა ის ფაქტი რომ დიდ სცენაზე სულ პირველად იდგნენ რა თქმა უნდა დასამუშავებელი იყო ხმის ტემბრი რომელიც დიდ სცენას ცოტა სხვა ჭირდება და ეს აუცილებლად დამუშავდება თუმცა იმ სახით რა სახითაც ჩვენ ეს წარმოუდგინეთ მაყურებელს მე ძალიან მიხარია რომ ამ სახით შედგა და როგორც უკვე ვთქვი წინ ბევრი რეპეტიცია გველოდება იმისთვის რომ თან შემოემატოს ლამაზი ეპიზოდები ამ სპექტაკლს და თან უფრო და უფრო წინ გადადგმული ნაბიჯებით წარმოუდგინოთ ეს სპექტაკლი მაყურებელს. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ამ კადრისთვის, მაგრამ მე მინდა ახლა მაყურებელს ვუთხრა, რომ ეს კადრი არის აკლონი, ასე ვთქვათ, ერევნის გასტროლისა, პეპოსი. ძალიან დიდი მადლობა. თათა დაამთავრე ქორეოგრაფიის ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხო? და ეს პირდაპირ აღმოჩნდი ამ დასში. მოდი ახლა მოგვიყევი შენი გავლილი გზა. ჯერ თავიდან ეს ბალეტი მე მახსოვს გვანცა რო ირჩევდა ბალეტს რაღაცა ისეთი ან ფიგურული ფიგურაობა უნდა ამოერჩია, ან ბალეტი და ბოლოს თქვა რომ ჩემი ადგილი ბალეტშიაო და მართლაც მისი ადგილი ბალეტშია. აი, საიდან შენი პირველი ნაბიჯები ბალეტში სცენას ჯერ არ გეტყვით? 5 წლის ვიყავი, როდესაც ალბათ როგორც ყველა პატარა გოგოს ცხოვრებაში ხდება, მშობლების გაწყვეტილებითაც იყო.
მაგრამ როდესაც მივედი და დავინახე ეს დიდი გოგოები ლამაზ პაჩკებში, მომხიბლა მან ძალიან და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი ადგილიც ბალეტში იყო და მსიამოვნებდა ამის კეთება ძალიან. ძალიან კარგი. როგორ ემზადები ხოლმე? საკმაოდ რთული და ესეთი სამუშაო გაქვთ თქვენ, ხო? რა ვიცი, ფიზიკურად გინდა თუ გონებრივად გინდა თუ მუსიკალურად გინდა, ბალეტის მოცეკვაო ყველა მხრივ უნდა იყოს განვითარებული, მუსიკალური უნდა იყოს, ლიტერატურა უნდა გქონდეს უამრავი წაკითხული, უნდა აზროვნებდეთ სცენაზე წეღამ თქვი და ეხაც განმეორდები, რომ არსებობს დარგები ხელოვნებაში, რომლებიც პირდაპირ ქმნიან მაყურებლის წინაშე. არიან ბალეტის მოცეკვავეები, რომლებიც ტექნიკურად გამართულები არიან, მაგრამ აი ეს შექმნის მომენტი ის უკვე ოსტატობაა, ხო? მაგრამ აი თვითონ შემოქმედებითობა ძალიან მნიშვნელოვანია ბალეტის მოცეკვავისთვის, ხო? აი შენთან როგორ ხდება როგორ აი შენი საკუთარი გამოსულებიდან როდის ხარ კმაყოფილი, როდესაც ქმნი თუ როდესაც უბრალოდ ტექნიკურ ოსტატობას აჩვენებ? არა, მარტო ტექნიკური ოსტატობა, რა თქმა უნდა, ხასიათი ყველაზე მნიშვნელოვანია. გეთანხმები. როგორ უდგები საქმეს და ხო, ან მარტო ტექნიკურ მხარეს არ უნდა დავაკვირდეთ რა, ამის გარდა კიდე ძალიან ბევრი სხვა მხარეც არის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ასე რომ მარტო ამით არ უკმაყოფილდა. შენ სწავლობ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ხო? აი რამ გადაგაწყვეტინა ეს ჟურნალისტიკა? არც ჟურნალისტიკობა არ არის იოლი, თუმცა მე მადლობა უფალს, რომ ჟურნალისტი ვარ. ჩემი აზრით ეს არის პროფესია, სადაც შენ გაქვს საშუალება, რომ თქვა სიმართლე, რეალური სიმართლე გააშუქო. და ძალიან ასევე კულტურის სფეროებსაც ეხება. მე ამ კუთხით მინდა უფრო ზუსტად ჩემი კოლეგა. ამან გადამაწყვეტინა. ძალიან საინტერესო პროფესიაა, რაც ძალიან შრომატევადია, რთულია, ერთ შეხედვით ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. გეთანხმები. გვანცა სულ ახლახანს ხორავას სახელობის თეატრმა შეიძინა ის აუცილებელი, რასაც განათება ჰქვია. მოდი ხა ამის შესახებ და ეს განათება იყო კიდე გადასარავი. თვითონ შეძენა არ მომხდარა. უკაცრავად. ხო, საოცარი ამბავი მოხდა. ამ დეტალებზე მე ბატონი გიორგის გარეშე ვერ მიცემ თავს უფლებას რომ ვისაუბრო, ბატონი გიორგი გეგეჭკორს გულისხმობ, ამიტომ ვიტყვი რომ უბრალოდ კი ნამდვილად ხორავას თეატრს დღეს აქვს ახალი განათების და გახმოვანების სისტემა, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი იქ, ჯობია რომ ბატონმა გიორგიმ თავად ისაუბროს ამ ყველაფერზე და დღეს ნამდვილად ამშვენებს სპექტაკლებს განსხვავებული განათება, ვიდრე იყო თქვათ შარშან წინ და ძალიან დიდ როლს თამაშობს აი 100%-ით გარანტირებულად გეუბნებით, როგორც მსახიობებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი, ეს აღჭურვილობა დღეს არსებობს ამ თეატრში, არაჩვეულებრივი აკუსტიკის მქონე თეატრში, არაჩვეულებრივი განლაგების მქონე პარტერის და ამფითეატრის მქონე თეატრში. ამფითეატრი ახსენე და მოდი პარემ რახან მადლობებზე მიდგა საქმე. ვის უნდა გადაუხადო? მადლობა, რომ ეს არაჩვეულებრივი ამფითეატრია და კიდე ბევრი რაღაცისთვის უნდა გადაუხადო. თათმედის რაიონს, მადლობა, მაგრამ იმას ხარ დავაკონკრეტებ. ამფითეატრი თვითონ მიგულისხმე თეატრის შიგნით, ამფითეატრი და უკაცრავად. პარტერი და აი სწორედ მანდ მოვდიოდი, მაყურებელს შევახსენებ და მეც კიდევ ერთხელ გულს გავიხარებ იმ ფაქტით, რომ თეატრის ეზო რეაბილიტირდა თბილისის მერიის, კერძოდ თაცმინის რაიონის
გამგეობის მიერ 2025 წელს, ანუ წლევანდელ წელს და ამ ძალიან ლამაზ ეზოში დღესდღეობით უკვე არსებობს სცენა და მცირე ამფითეატრი, სადაც უკვე გაიმართა ერთი წარმოდგენა, რომელიც მიეძღვნა აი ამ სივრცის გახსნას და კონკრეტულად სცენის არსებობას. თვითონ ბაღი ატარებს დედაენის სახელს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასე ვთვლი, თვითონ მომავალი თაობისთვის და მომავალში, როდესაც უკვე დათბება და არ იქნება შეუძლებელი გარეთ დიდი ხნით გაჩერება, გაზაფხულის ბოლოდან აქ მე დარწმუნებული ვარ, არაერთი ძალიან ლამაზი საღამო გაიმართება, მათ შორის გამართავს ამ საღამოებს ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი და ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანი. დიდი მადლობა, მაგრამ თაწმინდის გამგეობის გარდა მე მგონი საკრებულოსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ხომ და კულტურის სამინისტროს თუ არ ვცდები. კულტურის სამინისტროს აუცილებლად უნდა გადაუხადოთ მადლობა, რადგან სწორედ სამინისტროს ხელშეწყობით ყველასთვის ძალიან ძვირფასმა და საყვარელმა ერთი მსახიობის თეატრმა ვერიკომ განაახლა არსებობა, ეს უკვე საზოგადოება მიცის, მაგრამ ისეთი ამბავია, რომ ფიქრობ გამეორება საჭიროებს. არ იქნება ზედმეტი ამაზე საუბარი ნამდვილად და თეატრმა ვერიკომ ბინა დაიდო თბილისის აკაკი ხოროვას სახელობის მსახიობის სახლში, რაც ძალიან გასახარებელია. ამ ყოველფრის პრეზენტაცია იყო სულ რამდენიმე ხნის წინ და მინდა ვთქვა, რომ თვითონ თეატრის ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი არის ნიკუშა შანგელაია და მადლობა მინდა უთხრა მას იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის, რომ აი ამ ყველაფერს თეატრ ვერიკოს ხელმეორე სიცოცხლე შეიძინა და გააგრძელოს სიცოცხლე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლა შენგელაიას, გიორგი გეგეჭკორს და რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროს და პირადად თიკა რუხაძეს და დიდი მადლობა ამისთვის. და 17-ში აქვე ვიტყვი და თამთა შენთან მაქვს ხა კითხვების კასკადი. 17-ში თუ არ ვცდები ძალიან ლამაზი სანახაობო კონცერტი ელოდება მაყურებელს დათო ევგენიძის ბენდის 18 დეკემბერს დათო ევგენიძის ბენდი გამართავს ძალიან საინტერესო კონცერტს თბილისის აკაკი ხოროვას სახელობის თეატრში. დიდი მადლობა. თამთა სულ ახლა რამდენი შაშან დაამთავრე ხო ქორეოგრაფიული მასში. მაისში ახლა დაამთავრე და ახლა დიდი განსხვავება არ იყო ასაკეთი იმ ბავშვებსა და შენ შორის ვისთან ერთადაც გამოხვედით ხო? აი ბავშვებთან ურთიერთობა არის თუ არა უფრო სანერვიულო, იმიტომ რომ ისინი დიდი თვალებით გიყურებენ, თქვენ მათ უნდა მიცეთ მაგალითი, როგორ უნდა დადგნენ სცენაზე. მე თქვენ გქონდათ ახლა გვანცამ აღნიშნა და მეც იგივეს ვიტყვი, ძალიან მცირე დრო გქონდათ იმისთვის, რომ თქვენ ეს სპექტაკლი მიგეტანათ მაყურებლამდე. აი მოდი ხა ბავშვებსა და თქვენი ბალეტის მოცეკვავების ურთიერთობაზე მოგყვით. ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო ეს რამდენიმე დღე რეპეტიციების პერიოდი. სასიამოვნო იყო ძალიან და ძალიან საყვარელი ბავშვები იყვნენ და ერთმანეთს რაღაცნაირად ვცდილობდით ერთმანეთისთვის, რომ ხელი შეგვეწყო. სულ ხო რაღაც გაფართოებული და დიდი თვალებით გვიყურებდნენ სულ ჩვენ როგორც უფროსებს, მაგრამ მაინც დიდი ასაკობრივი სხვაობა დიდად არ ყოფილა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. აი როგორია თამთა მერებაშვილი კულისებში? თათა ბოდიში თათა მერებაშვილი. არ ვიცი, არეული ყველაფერი, თუნდაც როგორც სპექტაკლის წინ ხდება, ყველა ემოცია, რომ ერთად მოდის შენში, შიში, სიხარული, ცოტა ძალიან დიდი დოზით ნერვიულობა, მაგრამ მე სცენაზე რო გადიხარ, ყველაფერი ლაგდება და თავის ადგილას დგება. თავისით მოდის ყველაფერი, ხო? რაც შეეხება გვანცა ეს
მხოლოდ ქორეოგრაფიულ დამთავრებული ბავშვები ახალგაზრდები არიან ქორეოგრაფიის ახალ პროფესიულ თეატრში, ხო? ამის შესახებაც არ გვისაუბრია ჩვენ ეთერში არასოდეს. კი, მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული განათლება აქვთ გოგონებს, ჩვენი თეატრის ბალეტის მოცეკვავე მსახიობებს და მაქსიმუმ 8 რაც არის ზოგადად დაწესებული თბილისის ვახტანგ ჭაბუკენის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში. მე მინდა უთხრა თათას ძალიან დიდი მადლობა, რომ სასწავლებელი დასრულების შემდეგ, როდესაც მიიღო ჩემგან წინადადება, მაშინვე სიხარულით დამთანხმდა და შემოუერთდა ჩვენ დასს. თათა არის კიდევ ერთი ახალი ბალერინა ჩვენი თეატრის დასში და არაჩვეულებრივად უძღვება თავის საქმეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამომავლოდ თეატრს ექნება თავისი სკოლა, რომელიც გაზრდის პროფესიონალ ბალეტის პროფესიონალ მოცეკვავე მსახიობებს და სურვილის სამებრ, ვისაც ექნება შემდეგ სურვილი, რომ ცხოვრების გარკვეული ნაწილი დაუთმოს ბალეტს და იყოს ბალეტის მოცეკვავე მსახიობი, ჩვენი თეატრის კარი, ჩვენი თეატრთან არსებული სკოლის კურსდამთავრებულებისთვის იქნება აუცილებლად ღია, როდესაც ეს სკოლა იქნება უკვე ჩამოყალიბებული და გახსნილი, ამ სკოლის მოსწავლეები შეძლებენ ჩვენთან ერთად სცენაზე დგომას, საბავშვო სპექტაკლებში და არა მხოლოდ საბავშვო სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას და დამეთანხმებით, რომ ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის. აი ხა გვანცა მახსენა საბავშვო სპექტაკლი. მე მგონია რომ საბავშვო სპექტაკლი ბალეტში არსებობს სპექტაკლი ბავშვებისათვის. ეხა აი იმიტომ რომ ბალეტში, აი მოდი ეხა შენ განავრცე ეს. ბალეტში პატარები არიან აუცილებლად დიდების გვერდით. ну ხა ერთეული სტუდიები არსებობენ, მაგრამ იმაზე არ მაქვს საუბარი, პროფესიონალურ მოცეკვავეებზე მაქვს საუბარი და პროფესიონალური თეატრების მიერ მომზადებულ სპექტაკლებზე მაქვს საუბარი. მოდება განავრცე წუთნახევარი მრჩება. პროფესიონალური თეატრების მიერ წარმოდგენებზე ყოველთვის ძალიან დიდი შრომა დევს იმაში, რასაც ხალხი სცენაზე ხედავს და რა თქმა უნდა თუ კეთდება რაღაც ბავშვებისთვის შეიძლება ეს გაკეთდეს ბავშვებთან ერთად, პატარა ბალერინებთან ერთად, მაგრამ ძალიან იშვიათია რომ მხოლოდ ბავშვები იღებენ მონაწილეობას. თუ პროფესიონალურ თეატრის მიერ არის დადგმული, ყოველთვის არის, ეხლა თქვენც იგივე დონკიხოტში აიყე, იგივე მაგნატონაში. ზოგადად ჩემი ერთ-ერთი პირველი როლი სწორედ საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად იყო, როდესაც ზურაბ კეკალიშვილმა ამარჩია ბალეტი გორდასთვის პატარა ზურაბის როლის შესასრულებლად და ეს იყო უფლისგან ძალიან დიდი საჩუქარია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ თვითონ იმ პერიოდის სახელმწიფო ბალეტთან ერთად მქონდა მე რეპეტიციები ოპერის და ბალეტის თეატრში, იმ პერიოდის ვარსკვლავებთან მქონდა მე შეხება და თავად ბატონი ზურა მიტარებდა რეპეტიციებს და ქალბატონი ლალა მითაიშვილი, რომელიც დღესაც არანორმალურად მიყვარს და ძალიან დიდ პატივს სცემ და ეს მე ვიცი რას ნიშნავს, როდესაც პატარა ასაკში დგახარ პროფესიონალ მსახიობთან ერთად სცენაზე და აი ამის ფასი რომ ვიცი, მგონია რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს რომ აი ამ სკოლის დაფუძნების და ჯერჯერობით ვინც მელოდება იცოდეთ რომ აუცილებლად ძალიან მალე გაიღება თეატრთან არსებული საბალეტო სკოლის კარი, უბრალოდ საჭიროა რომ ეს სკოლა იყოს ისეთი როგორიც მე წარმომიდგენია მიახლოებით მაინც და შემდეგ უკვე ნელ-ნელა რა თქმა უნდა წინ წავა და დაიხვეწება. ამიტომ არ ვაღებ ჯერ ამ კარებს, ასე რომ გითხრათ, ვინც მე ძალიან მელოდება და ცოტა ხანში უკვე აუცილებლად დაიწყებს ფუნქციონირებას საბალეტო სკოლა ჩვენ თეატრთან არსებული. ქორეოგრაფიის ახალ პროფესიულ თეატრთან არსებული სკოლა ძალიან მალე დაიწყებს მუშაობას.
ძალიან დიდი მადლობა თათა მერებაშვილი, გვანცა ლაზარაშვილი იყვნენ ჩემი გამოშვების სტუმრები. დიდი მადლობა თქვენ, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.